გამარჯობა მეგობრებო, ბევრი ლაიქები და კომენტარები 1 2 3 4 5 იმედია დაალაიქე და რა თქმა უნდა ვნახოთ ყველაზე საუკეთესო საუზმე რასაც კი შემოგთავაზებს TikTok-ი. აბა მოდი ერთად ვნახოთ. ეს არის რაღაცა ესეთი ბლინის ვარიანტი, შიგნით დევს კენკრა. მოცვი რაღაცა ესეთი კრემით და რაღაცებით გემრიელად გამოიყურება ძალიან, თუმცა არ ვიცი დილით ადრე მომინდებოდა ეს თუ არა, სადღაც უფრო სადილზე. მოდი მესამეზე იყოს, ძალიან გემრიელად გამოიყურება. შემდეგი, ვაუ, ხილის სალათა მიყვარს ძალიან, მართლა ძალიან მიყვარს, მაგრამ არა ძალიან დილით ადრე. მეორეზე იყოს, დილით ადრე არ მინდა, უბრალოდ მიყვარს, მაგრამ დილით არა. შემდეგ მარტო ტოსტია თუ სუხარის ვარიანტია, რაღაც აქ წასმული ზეთი და სუნელები, მეტი არაფერი. ეს ნამდვილად დილით არ მინდა და ეს საერთოდაც არ არის ისეთი ცალკე მზაკერძი, რაღაცას უნდა მიაყოლო ან სუპს ან რაღაც ამასეც. კენკრა და სერიალს ერთად რაღაც აკლია თითქოს, მოდი მეოთხეზე იყოს, არ ვიცი, თითქოს რაღაც აკლია ან რძე, რაღაც ისეთი კეფირი ან რაღაცა მაწონი. ეს არის სალათა, უფრო მაგონებს ცეზარს კი არა და ბერძნულ სალათას, ამიტომ არ ვიცი, საუზმეზე არ მინდა, მეშვიდეზე. შემდეგ კრუასანი, ყავა და კენკრა, კი, ეს მინდა. ეს კი, რატომაც არა, პირველზე ძალიან კარგად გამოიყურება. რაღაცა ბუტერბროდი, დონატია თუ რა არის, ვერ გავიგე, მაგრამ კაი იყოს მეხუთეზე. ყველაფერი კარგად გამოიყურება, მეგობრებო, ბლინები, კენკრით და შიგთავსი რა აქვს, არ ვიცი. ჩვენ თვითონ მოვიფიქროთ, დაუშვათ იყოს შიგთავსი ხაჭო, მომინდებოდა მერვეზე. ეს რაღაცები არ მიყვარს. მოდი ეს იყოს მე-10-ზე, მე-9-ზე რა იქნება, არ ვიცი. მოდი მე-10-ზე იყოს, არ მიყვარს ეგეთი რაღაცები და მე-9-ზე კაი იყოს ეს, ანუ სავარაუდოდ ამდნარი ყველი კარაქს არ გავს. მდნარი ყველია მე მგონი წასმული პურზე, ვიჩინა, კვერცხი, ყველი, კიტრი, პომიდორი მშვენიერია. საუზმესთვის ცოტა მე მგონი მძიმეა, მაგრამ მაინც არა უშავს ნორმალურად გამოიყურება. აი ეს ნაკრები იყო, მე ძალიან მომეწონა, შენ კომენტარებში დაწერე, რას დასვავდი პირველ ადგილას და 500 ლაიქის მერე იქნება მეორე ნაწილი, მეგობრებო, აუცილებლად გამოიწერეთ, რომ არ დამკარგოთ დროებით.